თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ყოფილი მაღალჩინოსნისთვის დამატებითი ღონისძიების სახით პასპორტის ჩამორთმევისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ფარულად მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში და იღებდა არალეგალურ შემოსავალს, რომლის წარმომავლობის დასაფარავადაც ყალბ დეკლარაციებს წარადგენდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-24 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა სხვა ანაზღაურების მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას როგორც თანამდებობის პირს გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება. ზემოაღნიშნული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს 830.000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში. გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463.630 ლარად ღირებული 2 ავტომანქანა. ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210.000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც გააჩნდა უძრავი ქონება. პარალელურად მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებული იქნა ჯამში 3.670.172 ლარი. ამავდროულად დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბის მიზნით დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6.500.000 ამერიკული დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად. ზემოაღნიშნული ქმედებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის გეკვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავის სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის გეკვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. გამოძიების ცნობით ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. მის და მასთან დაკავშირებულ პირთა
მაცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ჯამში $7 მილიონი და 136,000 ლარის შემადგენლობით. ამას გარდა ამოღებულია ძვირფასი ქონება და ათასობით დოკუმენტაცია. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, მასთან დაკავშირებულ 7 პირის საქმეზე ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს ტრადიციულად უერთდება საქართველოს. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სკრინინგის აქციების, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები. მე ვთვლი, რომ სკრინინგი აუცილებელია ყოველ წელს გაიგოს ყველა ქალბატონმა ალბათ. იმიტომ რომ ახლად გამოვლენილი უფრო ადვილად მოსარჩენია. პატარა ჯირკვალი მქონდა, ცოტა ვიმკურნალე. მე გავანებე თავი მკურნალობას და ახლა მომიწია უკვე სერიოზული გამოკვლევები, სერიოზული და დამდგინდა კიდევაც დიაგნოზი, რომლითაც შოკირებული ვიყავი. და მე ალბათ ვთხოვდი ყველა ქალბატონს, ალბათ მამაკაცსაც, რომ მივიდნენ სკრინინგზე. არაფერი საშიში არა, ამ დროს მეშინოდა მამოგრაფიის, რაღაცა ისეთი სტრესი მივიღე, მანამ გავიკეთე. საერთოდ არც გამიგია, არც მტკენია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადების განკურნებისთვის მნიშვნელოვანია პრევენციული სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა. როგორც მიხეილ სარჯოლაძემ აღნიშნა, სკრინინგული კვლევები უფასოა და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ან მობილური ამბულატორიების მეშვეობით. ყველა ადამიანი ალბათ რაღაცა ფორმით შეხვედრია ამ პრობლემას და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს გასიგრძე განებული კარგად ის პასუხისმგებლობა, რომელიც ზოგადად ონკოლოგიის მართვას უკავშირდება. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ემპათიას, მხარდაჭერას, იმავდროულად მხარდაჭერას თვითონ იმ ადამიანებისა, ვინც ებრძვიან ამ მძიმე სენს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების წახალისება, რომელიც უკავშირდება მაგალითად ადრეულ დიაგნოსტიკას, ადრეულ აღმოჩენას ასეთი დაავადების და სხვა. აქ აუცილებელია, რა თქმა უნდა, საზოგადოების მთლიანი კონსოლიდაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც არიან მაგალითად პაციენტების ორგანიზაციები, ექიმების და მთლიანად საზოგადოების მთელი ძალისხმევის კონსოლიდაცია საიმისოდ, რომ რაც შეიძლება ეფექტი იყოს და რაც შეიძლება მეტად შედეგზე ორიენტირებული იყოს მთლიანად მკურნალობის პროცესი, რომელშიც სახელმწიფო ძალიან დიდ კონტრიბუციას დებს, მაგრამ რასაკვირველია ფიქრობს ამის სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. არსებობს და საკმაოდ ბევრია წარმატებული მკურნალობის შემთხვევები. ამიტომ უნდა მოუწოდოთ ადამიანებს, რა თქმა უნდა, სწორედ ამ თვეში, ოქტომბერში, რომ გაბედულად მიიღონ მონაწილეობა ყველასთვის, ვისთვისაც ეს რეკომენდირებულია სკრინინგის პროგრამებში, ადრეული დიაგნოსტიკის ყველა ეტაპი და შესაძლებლობა გამოიყენონ საიმისოდ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ღმერთმა არქმნა და მას მაინც აქვს გარკვეული პათოლოგია ამ მიმართულებით, ის დროულად იქნას აღმოჩენილი, ვინაიდან ეს არის რეალურად საშუალება, რომ ეს ადამიანები სრულფასოვნად განიკურნონ. ვარდისფერი ოქტომბრის თვე ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გავახსენოთ ადამიანებს, რომ მხოლოდ სკრინინგი გადაგვარჩენს. სკრინინგის დაარსებამ მთელ მსოფლიოში ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა კვეთრად შეამცირა. მივმართავ ყველას, სადაც ხმა მიმწვდება, ყოველთვის მივმართავ სხვათა შორის, რომ პრევენცია გადაგვარჩენს, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია და რომ არ არის არჩევანი გაჩრმება და შიში ექიმთან ვიზიტის და გასინჯვის, ყოველი დღე შეიძლება გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და რომ ადრეულ დიაგნოსტიკას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და გამოჯამრთელების ტოლფასი. ქვეყანაში დაავადებათა ადრეული გამოვლენა სახელმწიფო და დაავადებათა სკრინინგის მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს, რომელთა ფარგლებში მიზნობრივ პოპულაციებში ხორციელდება ძუძუს, ასევე საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ძუძუს კიბოს რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 3,8%-ით შემცირდა. ამასთან ქალებში 2020 წელს დიაგნოსტირებული ძუძუს კიბოს
5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 72% გახდა. თბილისში ჩატარდა სარეიტინგო ტურნირი ძიუდოში გოგონათა შორის. მე ვიჭიდავი 2011-12 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის და დავიკავე პირველი ადგილი. ეს იყო წლის ბოლო შეჯიბრი. ამით უფლება მეძლევა, რომ წავიდე საზღვარგარეთ შეჯიბრებზე. ასევე ძალიან გახარებული ვარ ჩემი წარმატებით. მადლობას ვუხდი ჩემს ტრენერ კობასვიანაძეს და ჩემი სპორტ სკოლის დირექტორს ზაზა მახათაძეს. 14 წლის ვარ, ძიუდო დავიწყე 11 წლის ასაკში, 3 წელია უკვე რაც ამ სპორტში ვარ და ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე ამ 3 წლის განმავლობაში. ბევრი ტურნირში გავიმარჯვე, ბევრი საპრიზო ადგილების დავიკავე. ხნის განმავლობაში 7-ჯერ მაქვს საქართველოს სარეიტინგო ტურნირებზე პირველი ადგილი დაკავებული და ასევე ევროპის თასის ტურნირზე მაქვს პირველი ადგილი აღებული. ასევე მესამე ადგილიც მაქვს ევროპის თასის ტურნირზე. ძიუდო არის ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ანუ ამ სპორტს უთმობ ძალიან დიდ დროს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს, გამომდის და мотиваცია არის ჩემთვის ცხოვრებაში ძალიან დიდი. და მინდა რომ ცხოვრების ბოლომდე ამ სპორტში ვიყო და ამ სპორტში დავიმკვიდრო თავი და მივაღწიო ბევრ წარმატებას.